გამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე ბადრი ჯაფარიძის სასამართლოს ხდომა მიმდინარეობს ამ წუთებში. მსჯელობენ მტკიცებულებების დასაშვებობაზე. მას ამ საქმეზე 50,000 ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, რა თანხაც გადახდილი აქვს. უფლებადამცველები ითხოვენ, რომ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდეს ჯაფარიძეზე, რადგან არალეგიტიმური პარლამენტის ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისიაზე არ მისვლა დანაშაულს მისი განცხადებით არ ნიშნავს. ბადრი ჯაფარიძე წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს, ადვოკატი კომისიის წევრების დაკითხვას ითხოვს. პროკურატურის პოზიციით კი ეს პირები მოწმეთას დასაკითხის სიიდან უნდა ამოიღონ. კანონი განსაზღვრავს პირდაპირ ორაზროვნების გარეშე, რომ 50% საგამოძიებო კომისიის უნდა იყოს ოპოზიციის წევრებისგან. და მის სახელით ერთი წევრი ოპოზიციიდან ამ კომისიაში. ერთი წევრი. შესაბამისად ეს არის სიყალბე, ეს არის პოლიტიკური თაღლითობის ძალიან მუხლი, რომელთაც ბრალი აქვს წაყენებული ბადრისაც და მამუკასაც, არის კომისიის კანონიერი გადაწყვეტილების შეუსრულებლობა. კომისიის გადაწყვეტილების თაობაზე რეგლამენტში და კომისიის დებულებაში პირდაპირ წერია, რომ კომისიის გადაწყვეტილებები მიიღება საუკუნო ფორმით, რომელსაც ხელს აწერს თავმჯდომარე და მდივანი. ესეთი გადაწყვეტილება, ესეთი ხელმოწერით უბრალოდ არ არსებობს. არსებობს მხოლოდ წერილი კომისიაზე მოწვევის, რომელიც მხოლოდ თავმჯდომარე აწერს ხელით. ეს არ არის სამართლებრივი დოკუმენტი, რომელსაც ითხოვს კანონმდებლობა. შესაბამისად, ამის საფუძველზე არც საქმის აღძვრა და არც საქმის წარმოება არ გააჩნია არავითარი სამართლებრივი საფუძველი.